გაიხსენო ერთი მომენტი შენი ცხოვრებიდან. გაიხსენო მომენტი, როდესაც მთელი გულით მოიხადე რაღაცაზე მადლობა. გაიხსენე შენი შეგრძნება, როგორ გიძგერს გული, როგორი შეგრძნება დაგეუფლა. უკიდეგანო სიხარული და სიყვარული ეუფლება შენს არსებას. შენი გონება ამ დროს სრულიად მადლობაშია გადასული და მისი ძალა უკიდეგანო სიყვარულს ერწყმის. ისე რომ სხვა აღარაფრისთვის აღარ რჩება ადგილი. ახლა კი გაიხსენე ამ დროს თუ იყო პარალელურად რაიმე უარყოფითი შეგრძნება, უარყოფითი ემოცია. მე იქ არ ვიყავი, მაგრამ გეტყვი რომ ასეთი შეგრძნება პარალელურად შენ არ ქონდა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ ძალაზე, რომელსაც შეუძლია წამებში შეცვალოს თქვენი ფიქრები, ემოციები და საბოლოოდ რეალობა. და ეს არის მადლიერება. გამარჯობა. თქვენ უსმენთ პოდკასტს მე ვარ თქვენი მასპინძელი, თამარ ვანელი. ეს დრო თქვენ გეკუთვნით. დრო რომ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაბედოთ იოცნებოთ და გახდეთ ქალი, რომელიც ქმნის საკუთარ მომავალს. მოდით, ახლა განვასხვაოთ თუ რა არის მადლიერება. მადლიერება ეს არის შინაგანი მდგომარეობა. როდესაც ჩვენ ვაფასებთ რაღაც კარგს, რაც უკვე ჩვენ ცხოვრებაში არსებობს. ადამიანებს, ცხოვრებისეულ მომენტებს, შესაძლებლობებს, გამოცდილებებს. ესაა განცდა, რომ ცხოვრება რაღაცას გვაძლევს და ჩვენ ამას ვაფასებთ. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით მადლიერება ეს არის ცნობიერი ფოკუსი პოზიტიურზე, რომელიც იწვევს ემოციურ კეთილდღეობას, კმაყოფილებას და კავშირის ზრდას. ეს სულაც არ არის მხოლოდ მადლობა, არამედ ღრმა გრძნობა, რომ შენ ხვდები, რაღაც ან ვიღაც შენი არსებისთვის ძალიან ღირებულია. მადლიერება ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფასებთ, რაც გვაქვს, თუმცა შეიძლება ცხოვრებისეულ სხვა ასპექტებში არც თუ ისე კარგად გვგრძნობთ თავს. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა ადასტურებს. მადლიერების ყოველდღიური პრაქტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს, შფოთვას, დეპრესიას და ზრდის ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნებას. რაც არ უნდა ბევრი სიკეთე არსებობდეს ჩვენს გარშემო, თუ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ის თითქოს არც არსებობს. ნეირონული ლინგვისტური თერაპია ამბობს. ენერგია მიედინება იქ, სადაც ყურადღებაა კონცენტრირებული. ანუ ჩვენი გონება არ განსაზღვრავს მხოლოდ რეალობას, არამედ ის აძლიერებს იმას, რასაც ჩვენი ყურადღებაა მიპყრობილი. და შეიძლება აქ დაგებადოთ კითხვა, როგორ მუშაობს მადლიერება ჩვენს გონებაზე. მადლიერება ცვლის ჩვენს ფოკუსს. როდესაც ჩვენ ნამდვილად მთელი გულით ვიძახით მადლობას, ჩვენი გონება აცნობიერებს, რომ რაღაც კარგი უკვე გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, მადლიერების გამოთქმა ერთგვარი კონცენტრირება, ანუ ფოკუსია. რომ აგიხსნათ ფოკუსის ძალა, პრაქტიკულად მე ჩემს ისტორიას მოგიყვებით. 2006 წელია. და დავწყვიტე, რომ მანქანა უნდა ვიყიდო. ძალიან მინდა ჯიპი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ჯიპს დიდი ხარჯები აქვს. ძალიან ბევრ საწყოს წოვს. მაღალი მომსახურეობა აქვს და ამიტომ მისი შენახვა ძალიან ძვირია. მე კი მარტო ხელა ვარ. მე ყველაფერს უნდა გავწვდე. ბიზნესს გავზარდო პატარა ბავშვი, საკმაოდ დასაფიქრებელია. მე ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, მაგრამ ჯიპის სურვილი არ ქრება. და შევდივარ ავტოსალონში თხოვნით. მე მინდა ჯიპი, მაგრამ არ მინდა რომ თვიური ხარჯები გაიზარდოს. მენეჯერი ღიმილით პასუხობს. შენთვის იდეალური მანქანა გვაქვს. პატარა ლამაზი ეკონომიური ჯიპის ფორმის და ეკრანზე მაჩვენებს მანქანას Suzuki Ignis. უყურებ მანქანას და არ მჯერა. პატარა ლამაზი ჯიპი. ზუსტად ის რაც მინდოდა, მაგრამ მაშინვე შიში მიპყრობს. რატო აქამდე დამინახია ასეთი მანქანა? და ზუსტად ამას ვეუბნები მენეჯერს, რომელზეც პასუხობს. ეს მანქანა ბევრს ყავს. უბრალოდ აქამდე მასზე ფოკუსი არ გქონია. მე ვიხდი პირველ შესატანს და გამოვდივარ ქუჩაში და აქ ხდება საოცრება. იმ მომენტიდან ყველგან, ყველა ქუჩაზე, ყველა კუთხეში ვხედავ იგნისს. ლიმნისფერი, ნაცრისფერი, წითელი, თეთრი, ვერცხლისფერი. მანქანა, რომელიც არც შემიმჩნევია, ახლა ყველგან არის. რატომ? რადგან ჩემი ფოკუსი შეიცვალა. ახლა უკვე ჩემო გონება მიცოდა, რომ არსებობს ეს მანქანა და მას ეძებდა. მას ეძებდა რეალობაში. მადლობაც ზუსტად ასე მუშაობს. როცა ყურადღებას მადლობაზე ვამახვილებთ, ჩვენ ვიწყებთ დანახვას იმ ყველაფრისაც, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ ვერ ვამჩნევდით. ფოკუსს ძალიან დიდი ძალა აქვს. ჩვენ ვიწყებთ დანახვას იმ ყველაფრისას, თუმცა იყო, მაგრამ ვერ ვხედავდით.
რატომღაც ასეა კაცობრიობა მოწყობილი, ჩვენ მხოლოდ ხედავთ არ გვაქვს. მაგრამ კითხვა, რომელიც ყველაფერს ცulis ასეთია, რა მაქვს უკვე, რაზეც მადლობის თქმა ღირს. მადლობა არ არის რეაქცია და არც უნდა იყოს. მადლობა არის გზა, მადლობა არის სიყვარული მოქმედებაში. მადლიერება ეს არის არჩევანი და აქ შემიძლია კიდევ ერთი ისტორია მოგითხროთ. დილის 9 საათია. მე და ჩემი მეუღლე მანქანით მივდივართ. თელ-ავივის შესასვლელში. სწრაფი ტრასა, ისია დატვირთული, რომ მანქანები ძლივს მიგორავენ. ჩვენ ძალიან გვეჩქარება. ამ დროს ჩემს მეუღლეს ურეკავს ჩემი სიძე. და პირველი შეკითხვა, რასაც ისვამს, ესეთია: ესმის თამარ ჩვენი საუბარი? გავიგე კითხვა და მივხვდი, რომ რაღაც განსაცდელია ჩემს თავს და არ შევცდი. ჩემ ერთადერთი შვილისთვის კოკა-კოლის უზარმაზარ სატვირთო მანქანას დაურტყია და სამატყოფოში წაიყვანეს სასწრაფოდ. მე თვალთ დამიბნელდა. სუნთქვა შემეკრა და გრძნობ როგორ მეცლება მიწა ფეხქვეშ. როგორც იქნა გადაყოს მანქანა ყვითელ ზოლზე და სიგნალებით მივიკვლევთ გზას. ჩემი ბედი იმაშია, რომ სამამტყოფო ამ წერტილიდან ძალიან ახლოს არის, მაგრამ წამები იწელებიან. თითქოს ყველაფერი შეჩერდა. სისხლი ძარღვებში, სუნთქვა ფილტვებში და დროც. მე კი მეჩქარება. თან მეშინია, არ ვიცი რა მელისიქ. იქნებ მიმალავენ რამეს. სიკვდილი არასდროს არ მდომია ისე, როგორც ახლა. როგორც იქნა შევდივარ საავადმყოფოში. ჩემი შვილი წევს გაუნძრელად და მე არ მინდა ფიქრი, რადგან ფიქრი მხოლოდ ჩავია. სანამ მივედი უკვე შეუმოწმებიათ და ექიმი მეუბნება. ეთყობა თქვენი შვილი ღმერთს უყვარს. მხოლოდ ხერხემალია დაზიანებული. მოტეხილობა არ არის. მე კი ხერხემალი მოტეხილობა მე არაფერი არ მაინტერესებს. ჩემი შვილი ღმერთს დაუფარია და ესე იგი ცოცხალია. ღმერთო მადლობა. ვიცახი ღმერთო მადლობა და მადლიერება მავსებს. მე იმ წუთას ყველაზე ბედნიერი დედა ვარ. ჩემი შვილი სუნთქავს. დანარჩენს ყველაფერს დავცლებთ. იცით, მადლობა ეს არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვა. ჩემის აზრით, მადლიერება ეს მოქმედების გასაღებია. როდესაც მადლობას ვამბობთ, უკვე გვგრძნობთ, რომ რაღაც გვაქვს და როცა გვაქვს, მოქმედებაც ადვილი ხდება. როდესაც გვგრძნობთ შიშს, მადლობას გადავყევართ ნდობაში. როცა ვგრძნობთ წუხილს, მადლობა გვახსენებს, რომ ძლიერნი და ღირებულნი ვართ. მადლიერება ეს არის ის, რაც შიგნიდან გვაძლიერებს და ნაბიჯის გადადგმას გვიადვილებს. ხშირად საუბარში მეუბნებიან. არაფერი ისეთი არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რისთვისაც მადლობა შემიძლია გადავიხადო. შენც თუ ასე ფიქრობ, მინდა რომ დამიგდო ყური კარგად. მე არ ვიცი ვინ ხარ. არ ვიცი როგორი ცხოვრებით ცხოვრობ. ან რა გამოიარე ცხოვრებაში. მაგრამ ვიცი ერთი რამ. შენ თუ ახლა ამ პოდკასტს უსმენ, ესე იგი გაქვს რამოდენიმე რეალური, ძალიან ძლიერი მიზეზი იმისა, რომ იყო მადლიერი. შენ თუ მისმენ, ესე იგი შენ გესმის. ესე იგი შენს ყურს შეუძლია აყიქვას ხმა. ეს კი საკმარისია მადლობისათვის. თუ შენ თვითონ გახსენი, ეს ლინკი იმისათვის, რომ გენახა ეს პოდკასტი. ესე იგი შენი თვალები ხედავენ მადლობა ამისთვის. თუ გაიღვიძე დღეს და ხედავ რომ გაიღვიძე რა. ესე იგი ცოცხალი ხარ. სიცოცხლე კი ყველაზე დიდი საჩუქარია. მადლობა სიცოცხლისათვის. თუ აგრძელებ მოსმენას, ესე იგი შენში არის ნაწილი, რომელიც ეძებს საუკეთესო ვერსიას საკუთარ თავში. უკეთეს ცხოვრებას, სიმშვიდეს და ამის დანახვაც უკვე მადლიერებას იმსახურებს. თუ გიჭირავს ტელეფონი, თუ გაქვს ინტერნეტი, უკვე ხარ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. შენ გაქვს ცნობა ინფორმაციაზე, შთაგონებაზე, გზებზე, ახლა კი შეჩერდი წამით. ჩაისუნთქე და გააგრძელე ეს პატარა სია შენით. რაზე ხარ კიდე მადლობელი? მე ამისთვის გაძლევ 10 წამს.
10 წამი გავიდა უკვე. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, სადაც ჩვენი ფოკუსია, იქ მიედინება ჩვენი ენერგია. დღეს ძალიან მინდა გთხოვო, კითხეს საკუთარ თავს. რა მაქვს დღეს, რაზეც მადლობას ვეუბნები უფალს. მადლობა არ არის მხოლოდ რეაქცია. მადლობა არის არჩევანი. მადლობა არის გზა, მადლობა არის სინათლე. და შენ შეგიძლია აირჩიო სინათლე. ყოველ წამს, ყოველ დღის დასაწყისში და ყოველი დღის ბოლოს. ამ პოდკასტისათვის სპეციალურად მოვამზადე მადლიერების მედიტაცია. მოკლე, მაგრამ ღრმა პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ფოკუსი. ამ პოდკასტის ქვეშ გელით ლინკი. გადადით და მოусმინეთ ამ მედიტაციას. და იყოს თქვენი ცხოვრება მადლიერებით სავსე. მადლობთ, რომ იყავით ჩემთან ერთად. მე თქვენი მჯერა. მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ.